ჩინეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონი გახსნეს. ერთობლივად ჩვენი ქვეყანა სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. წარმოდგენილია 40 ქართული კომპანია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2 დღეა უკვე იმართება მაღალი დონის შეხვედრები. დეტალები ჩინეთიდან შაუა სუმბაძე გვერდება. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს, ასევე სტრატეგიული და სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს არის ის მთავარი აქცენტები, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნისას ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს და ასევე გაიზარდოს საქართველოს როლი შუა დერეფანში. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის განვითარებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ მზარდია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. პრემიერ-მინისტრი, როგორც იცით, პირადი მოწვევით იმყოფება მისი კოლეგის მიერ ჩინეთში. ასევე ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრიც და ბუნებრივია, მანაც აქცენტი გააკეთა ფორუმზე, რომელიც მიმდინარეობს, უფრო ზუსტად დაიწყო დღეს და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მანაც აღნიშნა, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ კონტაქტების დამყარებას, რომელიც შედგება სწორედ ამ ფორუმზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ შანხაის მერს შეხვდა. მასთანაც განხილვის მთავარი თემა იყო ბუნებრივია სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და კიდევ უფრო გაღრმავება იმ თანამშრომლობის, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს. წელს წარმოდგენილი არის 40-ზე მეტი კომპანია. შესაბამისად, ყველა ის საკითხები, რაც მანამდე წინ უძღოდა დღევანდელ დღეს, ეს არის მემორანდუმების გაფორმება, ხელშეკრულებების გაფორმება, დღეს წარმოდგენილი 40-ზე მეტი კომპანია ერთობლიობაში ქმნის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად გახდეს ცნობადი ქართული კომპანიები. ჩინეთის ბაზრისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს ქართული კომპანიებისთვის აქაურ ბაზარზე, რაც თავისთავად ცხადია პირველ რიგში ხელს უწყობს ექსპორტის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და შესაბამისად ერთობლიობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანესი პლატფორმა აღნიშნულ ღონისძიებაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო პირველად წარსდგა როგორც საპატიო სტუმარი აღნიშნულ გამოფენაზე. ჩვენ დღეს პატივი გქონდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა ოფიციალურად ქართული პავილიონი, რომ სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მომდევნო დღეების განმავლობაში ღირსეულად წარვადგინოთ ქართული პროდუქცია, ისევე როგორც ქართული გასტრონომია, ქართული ღვინო, იმისთვის რომ გავზარდოთ ქართული პროდუქციის ცნობადობა ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ ხელი შეუწყოთ ჩინეთში ჩვენთან ერთად მყოფ 40-მდე კომპანიას, იმისთვის რომ მათ დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობები ჩინურ კორპორაციებთან. ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, რომელიც 2018 წლიდან იმართება, დღეს გაიხსნა და საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყანა არის სპეციალური სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით, მათ შორის მოწყობილია 3 პავილიონი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე, რომელშიც 40 კომპანიაა წარმოდგენილი და ქართულ მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქტები და სერვისები წარუდგინონ დაახლოებით 150 ქვეყნიდან ჩამოსულ 200,000-მდე ვიზიტორს. ბუნებრივია, ორგანიზატორების, ასევე კომპანიების წარმომადგენლების აზრით ამ ყველაფერმა უნდა მოიტანოს შედეგები და საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით და არა მხოლოდ გაიზარდოს ექსპორტის ნაკადი, ასევე მოხდეს რაც შეიძლება მეტი ტურისტის მობილიზება და ჩამოყვანა საქართველოში. ბუნებრივია, აქცენტი ერთ-ერთი მთავარი არის გაკეთებული გარდა ქართული პროდუქტებისა ტურიზმზე და იმ კულტურულ, ასე ვთქვათ, ღირებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს. ჩვენ უკვე მესამედ ვართ. ბოლოს ვიყავით 2019 წელში, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა კორონავირუსის ეპიდემია და თითქოს ჩაიკეტა ყველაფერი, მაგრამ ეხლა
უბრუნდებით ისევ ჩინეთის ბაზარს, სხვათა შორის არ გაგვიწყვეტია და ქონდა რამოდენიმე შეთავაზება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ წელიწადს ვამყარებ დიდი მედებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ღვინოები წარმოვადგინოთ არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად ჩინეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არის და ადგილი არის ღვინოების თვალსაზრისით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ღვინოები დაიმსახურებს მაღალ შეფასებას. გეფერინი მეხუთე წება აღნიშნულ გამოფენას. პირველივე გამოფენა წარმატებული იყო ჩვენს და პირველი გამოფენის შემდგომ დაიწყეს ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა. ყოველი ახალი გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას განმავითაროთ ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში და დავიწყოთ გაყიდვები. 5 დღის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბით არის საქართველოს წარმოდგენილი გამოფენაზე. აგვიქნება როგორც გასტრონომიული, ასევე კულტურული ნაწილი წარმოდგენილი და ასევე ექსპონატები ქართული ისტორიისა და კულტურის შესახებ. ამას ერთად ჩვენთან არის 40-ზე მეტი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქციის წარმოდგენას გააკეთებს გამოფენაზე და რა თქმა უნდა ველოდებით შედეგს ამ ნაწილშიც. როგორც უკვე მოისმინეთ, ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც ქართული კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი, ასევე გრძელდება ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ქალაქ შანხაიში, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა შეხვედრები. მადლობა, ეშაუა სუმბაძე იყო.